კონკურენციის ერთ-ერთი უდიდესი საგანი არის მინერალები. საქმე იმაშია, რომ ელექტროფიცირებას სჭირდება ქსელების განვითარება, შესაბამისად ალუმინია საჭირო და სპილენძია საჭირო მოწყობილობებისთვის. ამას გარდა არის განახლებადი ენერგიის ქსელში ჩართვას ესაჭიროება მისი დაბალანსება, არის საჭირო აკუმულატორების ძალიან დიდი სიმძლავრეების შექმნა. აქ არის საჭირო ლითიუმი, აქ არის საჭირო გრაფიტი, არის სხვადასხვა ელემენტები და სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც არის აი ამ სხვადასხვა მინერალები, რომელიც არის ამ ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო. არის იშვიათ მიწათა მეტალები, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ მაგალითად ქარის ტურბინებში მუდმივი მაგნიტები გააკეთდეს, რომელიც გაზდის მის ეფექტურობას და გაზდის გამომუშავებას. ამიტომ 21 საუკუნეში ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფციის და ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი ხდება უკვე ხელმისაწვდომობა კრიტიკული მინერალების.